თეატრში არსებული პრობლემების შესახებ. ქართული ენის ფესტივალთან დაკავშირებით პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში საგანმანათლებლო ცენტრმა 3D საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რაც მოსწავლეებში ქართული ენის შესწავლას შეუწყობს ხელს. პროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 1500 სკოლაში უნდა ჩატარდეს, სიმბოლურად კეთილი ენის ელჩები ახორციელებენ. თეონა ჭედლიძეა პირდაპირ ეთერში. თეონა, გისმენთ. ირაკლი, დედაენის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკის საცავში არსებული დედაენის 30-მდე გამოცემას მოუყარეს თავი. მათ შორის იყო იაკობ ბოგებაშვილის მიერ 1876 წელს გამოცემული პირველი დედაენა და მომდევნო წლებში წიგნის რედაქტირებული ვერსიები. პრეზენტაციაზე ასევე მოხდა პროექტის წარდგენა, რომელიც ინტელექტუალური თამაშების საშუალებით მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლას ისახავს მიზნად. პროექტს უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხელისე სტუდენტი ახორციელებს. უკვე დაწყებული აქვს კეთილი ენის ელჩებს ვიზიტი სკოლებში და დაახლოებით მე-13 სკოლების უკვე მოვინახულეთ. მიზანია ახალგაზრდა თაობას მოუწოდოთ, რომ იფიქრონ, წერონ, იკითხონ და იაზროვნონ ქართულად. ჩვენი დღევანდელი ღონისძიება ეხმიანება 14 აპრილის ღონისძიებას, დედაენის ქართული ენის დღეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ იმას, რომ ქართულ ენაში არ გამრავლდეს ბარბარიზმები და პირიქით ვებრძოლოთ იმას, რომ ჩვენ ყოველდღიურ მეტყველებაში არ დაიმკვიდროს ადგილი ბარბარიზმებმა და ამით ენა არ დავაბინძუროთ. ქართული ენის ფესტივალი მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით არსებულ 1500 საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო ოლიმპიადაც ჩატარდება. დიდი მადლობა თეონამ ჭედლიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.